თურქმენეთში აშხაბადის ფორუმზე ახლა ერთ სივრცეში სხედან ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ირაკლი კობახიძე, რომელიც თურქმენეთში ჩავიდა მშვიდობაზე და ნდობაზე სალაპარაკოდ. პლენარულ სესიაზე სწორედ ამაზე ილაპარაკა ბევრი, მათ შორის ისაუბრა ეკონომიკაზე, მრავალჯერ ახსენა მშვიდობა, მათი გლობალური პრიორიტეტები და მხოლოდ ერთხელ ახსენა ოკუპაცია და რჩება შთაბეჭდილება, რომ ესეც მხოლოდ ფორმალურად. ვლადიმერ პუტინი, რომელიც დარბაზში იჯდა, უსმენდა ირაკლი კობახიძის გამოსვლას. პუტინის წინაშე ირაკლი კობახიძემ ახსენა ოკუპაცია, თუმცა არც ერთხელ უხსენებია, რომ საქართველოს მიმართ აგრესორი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი არის სწორედ რუსეთი და ვლადიმერ პუტინი. კობახიძის გამოსვლა გაჯერებული იყო ძირითადად მშვიდობაზე საუბარით სწორედ იმ დარბაზში, სადაც ზის რუსი დიქტატორი, ოკუპანტი და მთავარი აგრესორი და კობახიძე აქ იყო სწორედ ამ ტიპის ლიდერებთან ერთად. საინტერესოა ისიც, რომ რეგიონიდან ლიდერები კობახიძის გარდა ამ ფორუმს არ ესწრებიან, თუმცა თურქმენეთში ახლა თავად კობახიძე სწორედ ერთ სივრცეში პუტინთან ერთად ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იქნება. Для меня большая честь присутствовать на этом важном форуме, посвященном Международному году мира. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ეს თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ჩვენი სესიის თემაა მშვიდობა და ნდობა, მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის. ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული, შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველოს მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. Расположена на перекрестке Европы и Азии. პუტინმა უსმინა ირაკლი კობახიძის ამ გამოსვლას. მანამდე გავრცელდა კადრები, როგორ პოზირებს ირაკლი კობახიძე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად. დისტანცია პუტინსა და კობახიძეს შორის მინიმალურია და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა კითხვები თურქმენეთში კონფერენციას და ფორუმს გამოიყენებს თუ არა კობახიძე კომუნიკაციისთვის ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ამ ტიპის ფორუმებზე ერთია რას ვხედავთ ჩვენ და მეორეა არაფორმალური კულუარული შეხვედრები. დღეს ქართული ოცნება კობახიძეს სრულად ამართლებს, ვერავინ ვერ ხედავს ივანიშვილის გუნდიდან პრობლემას იმაში, რომ ირაკლი კობახიძე პოზირებს პუტინთან, მასთან ერთად იმყოფება სესიებზე, გამოდის სიტყვით, მეტიც, მაგალითად შალვა პაპუაშვილმა ერთ სიბტყეზე დააყენა ვლადიმერ პუტინთან ერთ პლანეტაზე ცხოვრება და მასთან ერთად ფოტოს გადაღება. მოკლედ დილიდან მოყოლებული ქართული ოცნება მხოლოდ თავის მართლების რეჟიმში იმყოფება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება თურქმენეთში, თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, ფორუმზე, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს, ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ იმყოფება, წარმოადგენს საქართველოს. თქვენ შეიძლება მეორე რამესაც ვცხოვრობთ ერთ თქვენ პრობლემას ვერ ხავთ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი არა ნუ პლანეტაზე ვცხოვრობთ ეს ჩვენი არჩევანი არ არის მაგრამ პუტინთან ერთად ფოტოს გადაღება ჩვენი არჩევანი დიახ ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს თურქმენეთში თურქმენის პრეზიდენტის მიწვევით ღონისძიებაში რომ რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს ამას განსაზღვრავს მასპინძელი მხარე.
არა პრობლემა არა. ეს არის ფორუმი, რომელიც არის ორგანიზებული თურქმენის ხელისუფლების მიერ და შესაბამისად ამ ფორუმზე არის სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენელი მიწვეული, სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობს, სხვადასხვა ხალხი იღებს იქ მონაწილეობას, საერთო ფოტოებიც ხშირად არის ხოლმე, შეიძლება იქ ზოგთან რაღაც ურთიერთობა ქონდეს ერთი, სხვასთან სხვანაირი ურთიერთობა. ჩვენსაც ვამბობთ, ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონა სამყაროში არ არის ისეთი დიდი, რომ ჩვენ შეგვეძლოს გავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ ერთი რამე მე მგონი გვაჩვენა უახლოესი რამდენიმე წლის ისტორიამ, რომ ჩვენი სიტყვა სამაგიეროდ რომელიც ჭრის. პუტინთან არ ექნება არანაირი კომუნიკაცია? დაგეგმილი არაფერი არ არის დაგეგმილი. დაგეგმილი არაფერი არ არის. ჩაოპაპუაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილი არ არის პუტინთან კომუნიკაცია ან რაიმე ტიპის შეხვედრა, თუმცა შესაძლებლობას ამისაც როგორც ჩანს სრულად არ გამორიცხავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა სურდეს ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობის გამოყენება. რა არის მნიშვნელოვანი აშხაბადის ფორუმთან დაკავშირებით? პირველი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სტუმარია, ბუნებრივია ამ ღონისძიების, საუბრობს ნეიტრალიტეტზე და ფორუმით სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ გამოიყენა. ეს იყო ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მთავარი აქცენტი და ამ ფონზე ექსპერტებისთვის ცხადია, რომ სწორედ ამ გზის გაყოლას და ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობს ახლა ქართული ოცნება და თურქმენეთში ჩასვლა ვლადიმერ პუტინთან ერთად პოზირება არის ყველასთვის სწორედ ამის დასტური, რომ ივანიშვილის გუნდი აღარ ერიდება საკუთარი პოლიტიკური არჩევანის აღიარებას და ფაქტობრივად აჩვენებს საზოგადოებას, რომ მისი არჩევანი რუსეთია. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ნებისმიერი ქართველი შეურაცხყოფილია ამ სურათის ნახვის შემდგომ, უნდა გავითვალისწინოთ მიზეზები რის გამო ხდება ეს. ერთი არის ის, რომ ღიად ხდება დემონსტრირება თუ ვისთან ერთად დგას კობახიძე, მაშინ როდესაც არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის პირველი პირი ამ ფოტოზე არ არის და არ იყვნენ ჩასულები და მეორე რა ჩანაფიქრი აქვს ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება ყადაღებული ნეიტრალიტეტის იმ რუსულ გეგმას, რომელსაც ივანიშვილი სხვადასხვა თავისი აქტორების მეშვეობით ჯერ კიდევ 2016 წლიდან ატრიალებს და ეს ფორუმით სწორედ ნეიტრალიტეტის იუბილეს ეძღვნება და მე გახსენებთ 22 ნოემბერს მაკაბაჭორიშვილის მოადგილე, რომელიც უკვე იყო თურქმენეთში, სადაც ნეიტრალიტეტის საკითხზე პირველად ალბათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში მილოცვა მოხდა ამ საკითხის შესაბამისად. ეს არის კრემლის ის დღის წესრიგი, რომელსაც ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებიან და ტესტავენ იმავდროულად საზოგადოების წინააღმდეგობის უნარს და იმ შემთხვევაში თუ ეს ტესტი ვერ ჩააბარა ქართულმა საზოგადოებამ, ძალიან მძიმე რეალობა დაგვიდგება საქართველოს ტერიტორიალობის და სუვერენიტეტის მათ შორის. მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი კობახიძეს დაელაპარაკებოდა, არა ის, რომ კობახიძე დაელაპარაკებოდა პუტინს, თუმცა დაბალ დონეზე ბუნებრივია შესაძლებელია კომუნიკაცია ყოფილიყო მით უფრო იქ და მით უფრო ამ ფორმატში. დიდი სიამოვნება ნამდვილად არ არის პუტინთან ერთად გამოჩენა, იმიტომ რომ პუტინი არის პუტინი, ხო, საერთაშორისო ომის დამნაშავე ყველაფერიდან გამომდინარე შედეგით. ქართული ოცნების დრეიფი იგი და დაშორება ევროკავშირთან და შესაბამისად დაახლოება პუტინთან ეს სიურპრიზ არ წარმოადგენს. ახლა საქართველოს ბოლო განსაკუთრებით 2 წლის მანძილზე ცილდება ევროკავშირს და ჩვენ რეგიონში არის ორი ძალის ცენტრი. ეს არის ევროკავშირი და ეს არის რუსეთი. თუ ცილდები ევროკავშირს, შესაბამისად გასაგებია რომ ახლოვდები რუსეთს. დასავლური სამყაროსგან სრული იზოლაციის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თუ რა ნაბიჯებს დგამს ქართული ოცნება. თურქმენეთში ირაკლი კობახიძე წელს უკვე მესამედ ჩავიდა, ესეც თავის მხრივ აჩვენებს რა პოლიტიკა გააჩნია ივანიშვილის გუნდს, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს სრულიად განსხვავებული სურათი, როდესაც კობახიძე ერთ სივრცეში, ერთ დარბაზში არის პუტინთან ერთად, თუმცა არც კი ამბობს, რომ
მისი ქვეყნის ოკუპანტი და აგრესორი სწორედ რუსეთია.